ჩემი არც თუ ისე ხანგრძლივი სამხედრო სამსახურის პერიოდში ხშირად მესმოდა ფრაზები ნატო სტანდარტი და ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი იყო რომ დაბნეულიყო კიდეც ადამიანი თუ რას ნიშნავს ზუსტად ეს ნატო სტანდარტი. ერთი პერიოდი იმასაც კი ვფიქრობდი და ისიც კი მესმოდა საზოგადოებაში ჩემი მეგობრების თუ ოჯახის წევრებისგან რომ ეს კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნა იყო. თუმცა შემდგომში სამხედრო კარიერის მანძილზე რაც ზემოთ და ზემოთ ავინაცვლე აღმოვაჩინე რომ ეს არ არის მხოლოდ ინგლისური და ეს არ არის კომპიუტერის ცოდნა, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული უნარი, ეს არის ურთიერთობა, რომელსაც ქვეყნები ერთმანეთს უზიარებენ საერთო მიზნისკენ, უსაფრთხოებისკენ და ერთიანი რესურსებით მშვიდობის დაცვისაკენ. დღეს საქართველოში გვაქვს ჩვენ შეფასებისა და ცნობის ერთობლივი ცენტრი, რომელიც არის საქართველოს ერთობლივი ცენტრი, სადაც ერთად გაიწვრთნებიან ნატოს ინსტრუქტორების მხრიდან, ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ნატოს სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცები და რა თქმა უნდა, მათ შორის ქართველი ჯარისკაცები. ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც თავის წევრების უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. და ეს საქართველოს მოსახლეობას აქვს დაფიქსირებული, რომ ჩვენ გვინდა ამ უსაფრთხოების ნაწილი გავხდეთ. აქ მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამ უსაფრთხოებისთვის ჩვენ ვიბრძვით ერთობლივად, ერთიანი რესურსით, ერთიანი სტანდარტით და ერთიანი ხედვით.